ისიც აბრეშუმის გზის მეხუთე საიუბილეო ფორუმი დილიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. ისაუბრეს იმ მთავარ მიმართულებებზე, რაც ამ სამ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის განსაკუთრებულად აღინიშნეს შუა დერეფნის როლი. აქცენტი გაკეთდა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, განვითარებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. წლევანდელი ფორუმის თემა ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ზრდა სტაბილურობაში. სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების დამადრულად შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ საკვანძო მნიშვნელობას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და გამტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის პარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ამასთან, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკაც. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. დღეს კავშირები ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. სწორედ ამიტომ მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლეა, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს. 2024 წლის ნოემბერში ამ პლატფორმის შედეგად მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც პრინციპში გადაიქცა მხარდაჭერის მექანიზმად და ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მას მხარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ისლამური რესპუბლიკის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საშუალებით, არამედ საზღვრების გახსნით მათთან. მე სიხარულით ვადასტურებ აქვე, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული ამ მიმართულებიდან 2025 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის. მშვიდობის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ასევე ბატონმა ტრამპმა. ეს დეკლარაცია კონკრეტულად ეხება რეგიონალურ კომუნიკაციას და ჩვენ ვაცხადებთ იმ დეკლარაციაში, რომ ხაზს ვუსვამთ კომუნიკაციის, ურთიერთობის, დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას რეგიონალურ ჭრილში, სუვერენიტეტის დაცვით, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. ეს ძალისხმევა არის შეუზღუდავი დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა საერთაშორისო და სახელმწიფოთა შორისი დაკავშირებადობისთვის. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მე მადლობას ვუხდი მას აი ამ ნაბიჯისთვის, ამ გადაწყვეტილებისთვის და მივესალმებით ამ ინიციატივას. ეს თვეების წინ წარმოუდგენლად მიაჩნდა ყველას. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით და სწორედ იმისთვის, რომ მოიხსნას ეს ბარიერები, ბატონი ირაკლი კობახიძისა და ბატონი ჯომარ კამიროვის ძალისხმევით. ეს უკვე შესაძლებელი გახდა და მადლობა მინდა გადაუხადო აი ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს. ასევე მახარებს იმის თქმა, რომ პოზიტიური დიალოგი გვაქვს თურქეთსა და ჩვენს რესპუბლიკას შორის, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი საზღვარი გაიხსნება და აქვე მინდა დავადასტურო, რომ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ტექნიკურად მზად ვართ იმისთვის, რომ საქონლის ტრანზიტი მოხდეს დღეიდანვე. ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზა გაიხსნება და გაზარდის სატრანზიტო პოტენციალს არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულებით. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არის ის პროექტი, არის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა ჰქონდეს მუდამ. საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შექონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში.
იმისთვის, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნების სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. ტრადიციულად სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ნამდვილად ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.